24 ქვეყნის მოთხოვნა საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებისა და ექსპერტიზის შექმნის საკითხზე შეფასებების თემაა თბილისში. მოსაზრებები განსხვავებულია მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. დეტალებს ახლა თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. დიახ, 24 ქვეყნის ინიციატივაში განცხადებაში წერია, რომ ექსპერტთა ჯგუფი აპირებს ყოველ შემთხვევაში ჩამოსვლას საქართველოში და ამის მიზეზად დასახელებული არის ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში. განცხადებაში წერია, რომ ექსპერტთა ჯგუფმა ერთგვარი დოკუმენტაცია უნდა შეაგროვოს იმის თაობაზე, თუ როგორი იყო მოვლენები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში და ასე ვთქვათ, ირღვეოდა თუ არა ადამიანის უფლებების სხვადასხვა მიმართულებით და საქართველოს მოუწოდა თანამშრომლობისგან, როგორც ეს უკვე შენ აღნიშნე. ბუნებრივია ამ ყველაფერს მოყვა გამოხმაურებები მმართველი გუნდის მხრიდან. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მისი სიტყვებით ეს არის ღია კარის შემტვრევის მორიგი მცდელობა და ამ სიტყვების განმარტებისას თქვა, რომ ქართული ოცნება მუდმივად მზად არის ნებისმიერ ორგანიზაციასთან მსჯელობაში შევიდეს, თუმცა უარს ამბობენ თავად ორგანიზაციები ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება, რომ ქართული ოცნების მხარეს დგას სიმართლე. ასეთი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება. მან თქვა, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენას ემსახურება, ისევე როგორც მაგალითად ბოლო წლების განმავლობაში მისი თქმით ემსახურებოდა სხვადასხვა გადაწყვეტილება და ბოლო მაგალითად ასევე დაასახელა BBC-ს მიერ მომზადებული ფილმი. ეს არის მოხსენებლის ინსტრუმენტი EUTHOS-ი, რომელიც სწავლობს, რომელიც შემდეგ ადგენს ანგარიშს, რომელსაც აქვს კიდევ ერთხელ სარეკომენდაციო ხასიათი. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს რომ არის სურვილი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების და ზეწოლისა. ჩვენ არაფერი არავისთან დასამალი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს, არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, ცოტა ხნის წინაც ვთქვი, რომ ის საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-მ გამოაქვეყნა საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებით, თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნივთიერება საერთოდ ისტორიულად ნამყოფიც კი არასდროს არ არის და ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც. თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება? ნული, არავი. რატო? იმიტომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და მე კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან, რომ ჩვენ ყოფილვართ არასწორებია. მეორე საკითხი, იცით ვინ არის ინიციატორი ამ მექანიზმის შემოქმედებისა? პოლონეთი. მე რამდენადაც ვიცი, ეს ის პოლონეთი არის, შეგახსენებთ, ჯეიმს ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში, რომელსაც წინდებით გაქონდა მიხეილ სააკაშვილის ნერწყვი თუ არ ვიცი რაღაც სხვა ბიომასალა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცეთ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ ბრიუსელის მხრიდან დაბლოკვას ყოველგვარი დიალოგისა და ხედავთ თქვენ რომ ასე ვთქვათ გაბუტულ პოზაში არიან ჩასულები და ამიტომაც არიან სადაც არის დღეს ბრიუსელი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კაია კალას რომ არ ხვდება. 2024 წლის 19 დეკემბერს ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 4 ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება და საქართველოში ჩამოსვლა სპეციალური მისიის, რომელიც შეისწავლიდა ადგილზე ადამიანის უფლებებს. განსაკუთრებული აქცენტი ყოველ შემთხვევაში კეთდებოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს 4 ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში, რომ ისინი ამბობდნენ, არჩევნები იყო გაყალბებული და მე ჩამოვთვლი ამ სიას, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის. აქედან სამმა მათგანმა უარი თქვა პარლამენტში დებატებში მონაწილეობაზე და დატოვა მანდატები და ერთადერთი გახარიას პარტია მონაწილეობს ამ დროისთვის სხდომებში. როგორც უკვე გითხარით, აი ამ 4 პარტიამ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. დღეს ჩვენ დავსვით შეკითხვები, თუ რას ფიქრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ კი ჩამოვა მისია საქართველოში. გახარიას პარტია მაგალითად საერთოდ უარყო, რომ ისინი არ არიან ამ განცხადების ავტორები, რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს და ზოგადად ოპოზიციის მოსაზრებას არის ის, რომ ისინი ფიქრობენ, მსგავსი ბერკეტების შედეგად ზოგადად ხდება უკვე მომავალში სანქციების ამოქმედება და შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ერთგვარი სასანქციო საფუძველი.
ჩვენ არავინ მოგვიწევია და რა თუნდა საერთოდ ამ მისიას მოწვევა, როდესაც ამ ხელა მხარდაჭერა აქვს, თვალნათლივ ჩანს ოცნების ქმედებები, ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, შესაბამისად ამას არ ჭირდება მოწვევა ამ ხელა მხარდაჭერით. ამდენი ქვეყნის მხარდაჭერით გადაწყდა, რომ ეს მისია ჩამოვიდოდა და გამოიკვლევდა ამ არსებულ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით და აქაც ჩანს ოცნების არაკომპეტენტურობა, რომელსაც ყველა საკითხში ავლენს ის, იქიდან გამომდინარე, რომ აი ესე რო გონიათ, რომ წერილებით, ბუტიკაშვილის წერილით შეიძლება მისია შედგეს და ჩამოვიდეს. მოსკოვის მექანიზმი სამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში აქვს ადგილი არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანის უფლებების დარღვევების და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის და ხელყოფის, არამედ გვაქვს სისტემურ ხელყოფასთან, სისტემურ უფლებების დარღვევასთან საქმე, ამიტომაც რა თქმა უნდა არის საკმაოდ საგანგაშო უნდა იყოს მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ რა თქმა უნდა ამოქმედება ამ მექანიზმის. მოლოდინი უბრალოდ რა როცა ეს საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედება, გარკვეული პასუხების გაცემა აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას უწევს ხოლმე და ალბათ ივანიშვილის რეჟიმიც არ იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. პირველ რიგში, იმიტომ არ გვეშინია რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და სხვა მდგენელები მაღალ დონეზეა და ამას ადასტურებს არაერთი გამოკითხვა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, ასე რომ რამდენიც უნდა შეამოწმოთ, რამდენიც უნდა კვლევითი მისიები გამოგზავნონ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმას დაადასტურებენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება დაცულია მაღალ დონეზე. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შესახებ განცხადებას ავრცელებს 24 ქვეყანა, რომელთა შორის არის ასევე დიდი ბრიტანეთი და პირველად მოსკოვის მექანიზმი შემიძლია ვთქვა, რომ ამოქმედდა 1991 წელს ქართულ ოცნებაში, რომელიც ამ შემთხვევაში არის მთავარი ფიგურანტი ამ საკითხთან მიმართებაში, ამბობს, რომ ამ მისიას ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და მზად არიან ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ ორგანიზაციასთან ისაუბრონ. მადლობა თათია ტაბეშაძე იყო პირდაპირ ეთერში.